მოგესალმებით. როგორც ცნობილია, მოხდა სამწუხარო ფაქტი და თვეების ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის შემდგომ გარდაიცვალა პატიმრობაში მყოფი იოსებ გორგაძე. მე მინდა მათ და მის ოჯახს მიუსანძიმრო და გავიზიაროთ მათი მწუხარება და ასევე სამწუხარო და შემაშფოთებელია ის განცხადებები, რა განცხადებებსაც თავის გამართლების მიზნით სავარაუდოდ აკეთებს ეგრეთ წოდებული სახელმწიფო სტრუქტურები და კერძოდ საუბარია თუნდაც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურზე, რაც საფუძვლიან ეჭვს ქმნის, რომ თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა საქმის მიზანმიმართულად არასწორი გამოძიება და სავარაუდოდ საქმის ჩაფარცხვა. ბუნებრივია ისმის კითხვები და ამ კითხვებზე პასუხი არავის არ აქვს და პასუხის გამცემიც, როგორც ხედავ, ჯერჯერობით არავინ არ არის. პირველი კითხვა არის ის, რომ თვეების განმავლობაში რატომ იძიებდა ამ საქმეს ის დაწესებულება, ის ორგანიზაცია, რომლის ეფექტური კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა პატიმარი და სადაც მოხდა სავარაუდო დანაშაული. რა იყო ამის მიზეზი და რატომ თვეების შემდგომ გადაეცა ეგრეთ წოდებულ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს აღნიშნული საკითხი გამოსაძიებლად. გამოძიებულია თუ არა იმასთან დაკავშირებით საკითხი, რომ თავდაპირველად ადამიანს დაუსვეს სავარაუდოდ ცრუ განზრახ დიაგნოზი, ეს არის ინსულტთან დაკავშირებით და შემდგომ როგორც იყვება გარდაცვლილ ადამიანს ჰქონდა არაერთი დაზიანება, ფუძიზულის მოტეხილობა, მრავლობითი მოტეხილობები, დაჟეჟილობები, უბრალოდ წარმოუდგენელია, როდესაც ხედავთ ფორმას, რომელიც ტელევიზიით გაჟღერდა და ამასთან დაკავშირებით თურმე დღევანდელი განცხადებიდანაც გამომდინარე, სერიოზული კითხვები არ გააჩნია საგამოძიებო სამსახურს. არის თუ არა დაკითხული ის ადამიანი, რომელმაც სავარაუდოდ განზრახ გაღწა პირველი ცრუ დიაგნოზი ამ შემთხვევაში, ვითომ ინსულტთან დაკავშირებით, რატომ იყო ეს მიზანმიმართულად გაკეთებული? მეორე კითხვა არსებობს იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა ცნობილად, იყო თუ არა აქამდე ცნობილი დაზარალებულად და შემდგომ დაზარალებულის უფლებამონაცვლეთ უკვე ოჯახის წევრები და თუ ეს ასე არ არის, ეს პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ მიმდინარეობს სავარაუდოდ საქმის ჩაფარცხვა, ვინაიდან თუ სტატუსი არ აქვს დაზარალებულის ოჯახს, დაზარალებულის უფლებამონაცვლის, ის საქმის მასალებს ვერ გაეცნობა, ის შუამდგომლობებს ვერ დააყენებს და აქედან გამომდინარე ხდება ის, რომ მიმდინარეობს სავარაუდო საქმის ჩაფარცხვა. ასევე კითხვებია სახალხო დამცველთან. ის წყალწყალა განცხადება, რომელიც დღეს გაავრცელა, ეს საერთოდ ჯობდა არ გაევრცელებინა, ვინაიდან სახალხო დამცველმა უნდა გასცეს პასუხი. დეტალურად შესწავლილი იქნა თუ არა ციხის პერიმეტრი, დეტალურად დათვალიერებული იქნა თუ არა კამერები და ამ კამერების დათვალიერების შედეგად რა იქნა აღმოჩენილი, რა საეჭვო გარემოებები არის თუ ესეთი საეჭვო გარემოებები და რა ის ზოგადი განცხადებები, რომელიც საერთოდ წარმოდგენასაც და შთაბეჭდილებასაც ვერ უქმნის საზოგადოებას. ის ფაქტები, რომლებზეც არის საუბარი და ის დაზიანებები, მე ვესაუბრე ბუნებრივია შესაბამის სპეციალისტებს და ეს ყველაფერი შეიძლება მოხდეს ხალხო ავიაკატასტროფის, სიმაღლიდან ვარდნის ან მძიმე ფიზიკური დაზიანების ცემის პირდაპირ ზემოქმედების შედეგად. საუბარი იმაზე, რომ თითქოს შესაძლოა ეს ადამიანი წაიქცა და ასე შემდგომ, ეს წარსული წლების პრაქტიკაა და კარგად გვახსოვს და კარგად გინახავს, როგორც ცდილობდნენ დანაშაულის დაფარვას. აქედან გამომდინარე, დაუყოვნებლივ გაასაჯაროვეთ საქმის მასალები, დაუყოვნებლივ მიეცით დაზარალებული სტატუსი თუ დაზარალებული სტატუსი არა აქვს ოჯახს და ყველა შემთხვევაში საზოგადოება ჩვენ ამ საქმეს თვალყურს მივადევნებთ და მივყვებით ბოლომდე, ვინაიდან აქ პირდაპირ ჩანს სახეზეა სავარაუდოდ საქმის ჩაფარცხვის პირდაპირი ამ შემთხვევაში და მიზანმიმართული ქმედებები. მადლობთ.